ჩვენ კლუბ სტუდიაში ვართ დაახლოებით 2 კვირიანი პაუზის შემდეგ, ხო? რაღაც ასეთი ჩვენ საღდგომო შესვენება ჰქონდა ამასობაში ბატონ რეზოს 80 წელი შეუსრულდა, მიულოცოთ დაბადების დღე და კიდევ დიდხანს რომ აი ესე სპორტულად ვეცხოვრებს. კი ბატონო. თავი ისე რომ არ გავს 80 წელს კაცი. ნამდვილად. ამიტომ ითამაშეთ ფეხბურთი. ითამაშეთ ფეხბურთი, არა? დალიეთ კოკაკოლა. მე ვფიქრობ რომ აგრეთვე უარო გქონდათ აი ის პრობლემები მადრიდის რეალს არ შეექმნებოდა წელს ბარსელონას და ყველა თამაში წააგო. მე ასე მგონია რომ თქვენ ამას არიზავდით. იქ სადაც მბაპე გეყოლებოდა შემადგენლობაში მოდრიც არ დააყენებდით ალბათ. თუ ზოგჯერ გამოიყვანეთ. რა ვიცი მოდრიჩი როგორ ბიჭო მოდრიჩ აღარ რაც მეცა თამაშები თუ რომ მეტი გალანცხავენ. ბოლოს დააბრუნა ბურთი და პერეხვადი გაუკეთეს და იმას შეაგდეს ახლა. ეხლა ბარსელონა ბოლო თამაში. ხო მაგრამ იქამდე ამბობენ ყველას ჯობდა და მბაპე ყველაზე უარესი იყო. ყველას რაციონალურად გამოიყენებდა ამას. არა ყველას ჯობდა რას ნიშნავს იცი? ეხლა ვეტერანებში რო გადადიხარ ხო? მე ეშმაკობ და ოღონ ბურთი არ დაკარგო და ყველას ასმე პას. გაიგე და შენ არ გამოდიხარ, გაიგე? როგორც გენდუზე თამაშობს ეხლა. სულ პასი. ასე სპეციალურად. მაგიდან რომ პას ხომ მივეცი. სადაც 11 მეტრიანია დასარტყელი წავა გააფუჭებს და ნუ აი ესე. ხო, მაგას ბევრი არ დაარტყეს, იმიტომ რომ თუ აღარ ურტყამი. იმიტომ რომ თუ შეაგდო არაფერი და თუ ვერ შეაგდო ხო სხვათა შორის ეს მიკვირს რომ ესეთი დამოკიდებულება არ არის. როცა გაიტანენ ისე უხარიათ რომ გეგონება ნუ რაღაცა ახალი სიტყვა თქვენს ფეხბურთში და იმას ვერ ხვდებიან რომ სხვა მოიპოვა ჯერაც ეს პენალტი. ეხლა აგისი კაი 11 მეტრიანზე მაგა კაი ბურთები გუში რო თამაში იყო. ეხლა ხო იყო თამაში და ეს PSG და არსენალი 5 მეტროდან გოლები ვერ შეაგდა ერთ-ერთზე გასული. რა ითამაშა ბიჭო მეკარე რა. ერთი განსაკუთრებით ის ბოლო ხიფათი რო იყო იმის მერე დიდი ხანი 29 თამაშის ბოლო. კი, მაგრამ 4-5 საგოლე მომენტი ძმაო ერთ-ერთზე 7 მეტრიდან 1 მეტრიდან და მეკარე ძენი საგოლე მომენტი საუკეთესო მეკარე. გოლზე მინდა გავამახვილო ყურადღება და პარალელი გავალო, არ ვიცი ხა გაგახსენდათ თუ არა, იყო ურუგვაის და პორტუგალის ნაკრების თამაში 2022 წლის სოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ურუგვაი მოიგო 2-1. უბრალოდ გოლი გავიდა როგორი, ესე იგი სუარესმა და კავანიმ სამკუთხედი გაათამაშეს, ოღონდ ერთი იყო შეტევის ცენტრში და მეორე იყო აი უკიდურესად მარცხენა ფლანგზე. აი ესეთი გრძელი პასები დანარჩენმა ფეხბურთელებმა აი ესე უბრალოდ თვალი გაადევნეს. ეს მოხდა წამის მეასეთში. ეხლა როცა ასეთი გადაცემები სამკუთხედი ჩვეულებრივი ამბავია, მისცა უბრალოდ კედელი გაათამაშა და მორჩა 1-2 დარტყმა გოლი. მაგრამ აი აქაც რაღაცა თავისი გრანდიოზულობით, აი რაც ხვიჩამ თან მეორე მხარეს იყურებოდა აი ასეთი ფორმით ფეხის ისეთი მოკნილობით გააკეთა ეს პასი ისე რომ მოჭრა მთელი ამ ცველების ყველანაირი აბსოლუტურად იქით გააგრძელებდა და აკეთებდა. იცით რა, იფიქრა რომ ისინი ფიქრობდნენ რომ უფრო ცენტრისკენ ჩააწვდი და გაამწვავებდა ვითარებას, იქ ბევრნი იყვნენ მოკუჩებული და ამ დროს ამან უკან გააკეთა პასი და აი ესეც რაღაც ისე სიუცობრივად გაჭიმული შეთევა გამოვიდა სამკუთხედი. ყველაზე დიდი ყურადღება მისაქცევია მომენტში რას. ეხლა გუში მართლა კაი სანახაობაც იყო. აი სანახაობა იყო ორივე გუნდმა თავდადებული თამაშის და დადვეს და ნუ მაგრამ გაიგე მე ჩვენა რომ არსენალი ძალიან ბევრს პოზიორობდა და არიქაფანებოდა მთელი აი რისი მაგალითი უნდა გადავიღოთ ჩვენ რომ აი ხა სოფლიო ფეხბურთს ამ 4 ორს ვითამაშებთ ჩვენმა ნაკრებმა და ჩვენმა ფეხბურთელებმა ესეთი რაღაცეებში ყურადღება უნდა გამოიხატოს. ვიძო, დაწყებული არა, თამაში და 1-0. აი, ესე იგი, აი
თეორიაზე, მაცადინობაზე, უშტანოვკაზე, რასეუნები თამაში რო იწყება თავიდან პირველივე წუთებიდან რო გავდიოდით და იქ იყო ნათქვამი რომ რაც ქვია გოლის გაშობა ეს არის იყო დიდი და პირველ წუთებზე გაიგე ეს მე არ მახსოვს რომ პირველ წუთზე გაგვიშვა ხო მანუჩარ ანდა დაზე მე ბათუმის თემაშები და იმგენზე ვახსენებდი და ბიჭო კუთხური და რა გოლ შეიგდებები იმიტომ რომ წინ არ დააყენებ კაც და ეს სხვა ამბავია ხო ესეც და რაგო მაშინ რა ხო ესე იგი აი არა რატო იცი რომ აი შეხედე მანუ შეხედე ახლა 1 საათიანი იმას აკეთებენ მოთელებს თამაშის წინ უკვე გარო გადიან ხო იგეო და თითო კაც 2 ბურთი აქვს ჩვენ 5 კაც გქონდა 1 ბურთი გადიოთ ხო ახლა თითო კაც 2 ბურთია და რა არის იცი ბიჭო აი რაზმიკას რო აკეთებ გაიგე იქ ისე უნდა მოამზადო გაიგე ამ 15 წუთში 25 წუთში ისე უნდა მოამზადო თავი პირველ წუთებზე რაც ქვია გოლშავაგდი და ასეთ იმას მივცემ მოწინააღმდეგეს გაიგე ძალიან თითოეულმა ფეხბურთელმა უნდა პასი რომ მისცა იქ არავინ არ იყო და არა მომისვინე პასი რომ მისცა უკან დააბრუნა ცოტა ნუ ეხა რა თავარი არის რა იცი რომ ბიჭო უკვე მიდის ფეხბურთი ახლა სიახლეები სულ შემოდის რაღაც პერიოდებში დღევანდელი ფეხბურთის სიახლეები არის შემოსული უკვე რაც შეიძლება კაი შეტევა და უკანაც გინდა ის მოხდეს გაიგე ბატონო მაგრამ აი რაც უნდა განვითარდეს ფეხბურთი რაც უნდა შეიცვალოს როგორც უნდა მოხდეს რაღაცები ტაქტიკური ცვლილებები პირველ წუთებზე გოლის გაშება არ შეიძლება მაშინ გუდი არ ახარ შეიძლება ხო ესე იგი შემოედამზე ხო არ შეიძლება ერთი ამა ყარაცხელია პირველად მიიღო ბურთი შეეხო და ეგ მისა უკა და დემბელი დაარტყა და გაიტანა ხო მაგრამ ეთქობა გათვლილი ქონდა შესწავლილი ან შეწავლილი ეს იშვიათი შეფრო არა ძალიან ხშირი არის რომ გუნდები ძალიან ხშირად უშვენ მადრიდის რეალი უშვებს ახლა პირველ წუთზე ეხლა არ უნდა გაუშვა არ უნდა გაუშვა არა გუნდებში მამანო შენთან ვიდა რა თემაზე ვილაპარაკო ეხა რა არიცი კაი მაგალითი აქვს კვარაცხელიას ერთი შემოტანილი თავის პლიადის ფეხბურთში ეხლა შემოსული აქვს და აი მაგალითი რა შეხედა აი ესე იგი ბურთი მიღებული არა აქვს პირველ რიგში აკვირდება რას გაიგე თუ ესე იგი წამთმევი მოდის გაიგე მოსული არა ხო ეგრევე აძლევს გაიგე შეხედა ეგრევე აძლევს სხვას და რჩება ისე რომ მე უბურთოთ ვარ იტოვებს თავს ასე უბურთოთ აი ეს ვარიანტი გააკეთა ახლა დათვასაც გონია ესე გააკეთა შეხედა არა მე ხანასე აკეთებს ხანისე და როცა მშველმა არ იცი ზუსტად აი სამი კაცი მოათხვა ჭაკ არა ის არა მაგ როგორი ვარიანტი იყო იცი ბიჭო ეხლა სამი კაცის მოტყუება და ეს სხვა არის მაგრამ შენ რომ მოდიხარ ჩემთან უნდა წამართვა, იმიტომ რომ მე-11 ნომერი ვარ, შენ ხარ 2 ნომერი. მოდიხარ, ჩემთან უნდა წამართვა. შენ როგორც კი დაგინახე 3 მეტროში მივეც პასი. ესე იგი, შენ მემეში გამიშვი. ამასობაში პასი იქით, აქით და მე მაძლევენ. გაიგე თავისუფალზე და შეხედე თავისუფალს ასაკეთებს. თავისუფალი ეიღო სტარტის სტრაფეში და შევარდა საჯარიმოში. ესე იგი, დამცველს უკვე ფეხის წაწევის უბას უკეთავს. ესე იგი, თავის ტაქტიკა. არა, ხო და ეს ტაქტიკა ადრე მიშამესკი იყო მარცხენა კრაიზე და 5 კაცს ატყუებდა. ეს შეხედე თავისუფალი დისტანციას იგებს სისტრაფით. შევიდა სისტრაფეში და ვითომ კარში უტყამს და ეგ დეინახა თავისი ცენტრალურდი თავისუფალი გამო თავისუფლებული არა ხო და მოედნის ხედვა აქვს მაგარი არა ხო ნუ ბიჭო მოედის ხედვაცაა და ტექნიკაცაა და სიზუსტეცაა და აზროვნებაცაა აი ხმა მე ბიჭო რო დაიწყება თამაში ყველა გუნდი უნდა იყოს მზად რა ძალიან სუსტი გუნდი უნდა იყოს რომ პირველ წუთებზე გოლი გაუშვა კი ბატონო აი გუშინ საერთოდ ფეხბურთელი არ ახარ რა ახლა მე რო უკვირდებოდი ოსიმენის და მაგის თამაშს
და ამას როდესაც თამაშობდა კვარაცხელია. ისე ამის ხსენებაზე აგერ ნაპოლი ჩემპიონი ხდება. ხო და ეხლა რაზე ორივე მაგარი ფეხბურთელები იყო. ეს ისეთი მომენტი ხდებოდა ოსიმენი 4 როდესაც გადააცემდა 4 პასს სამჯერ აფსაიდში ხდებოდა. ეს ტექნიკურად კვარაცხელია დარტყმის მომენტში ბურთს რომ მიიღებს, კარეს უყურებს, დარტყმის მომენტში ბურთს კარს უყურს და მე იხევა და ჭკვიანურად ამბობ. გუში რომ ჯარა იმას ურტყამდა და თავი რო გაიტანა, ჩემ ბიჭ უთხარი. ესენი ყველა აფსაიდში დგანან, როგორ იდგნენ? წინ იდგნენ. კი. წინ აქეთ იდგნენ. ამათ იქ და აფსაიდში დარჩნენ. ვერ გამოიგონე და აფსაიდში ცნელს აქვს, ვერ გამოთვალეს. ბიჭო არა, მომსინე. შეხედე რა შეა საქმე. ცნელს აქვს, ხანდახან ცნელები იგონებენ ასიახლებს. როგორც ასე წაართი ბურთი რეობებები და ასე ტრიალდებიან. ახლა შეხედე, აი ხა ამ კუთხურებზე და ჯარიმაზე რა ხსაკეთებენ? 4 ასენი 5 ხოდგასი მოწინააღმდეგე იცავს კარს. გაიგე? ეხლა ეს ვინც აწოდებს ესე იგი რასაკეთებდნენ? ესენი გამოვიდნენ და დადგენ აგერ აქით ვითომ 5 კაცი, 6 კაცი, გაიგე? აგანე აქ ხავი ადრესა აწოდა ვიდეო. არა, შეხედე რასაკეთებდნენ, ვითომ ჩვენ აქით ავართო და ყველა მე როგორც კი იგი დეიწყებს გაქცევას და ჩაწოდებას, ყველა მე შემოვარდა ასე. ნუ მაგრამ დააგვიანეს. დააგვიანეს. ბიჭო, კი არ დააგვიანეს. ესენი იყო ჭკვიანები და დატოვენ აფსაიდში. ხო და იმათმა ვერ დააგვიანეს კი ამას რო აკეთებ და ტრენერი ხუნა გეუბნებოდეს ეს კაია რომ შემოხვედი აქ მაგრამ პირველი უნდა იფიქრო აფსაიდში არ დადგენ ხო აი ეს აი აქ რა ხდება მეგეთი და პესის თამაში მე ვაკვირდებოდი არსენალის თავი წუთნელის არტეტას სახე. ამონარი დაბნეული არტეტა. ხო რაღაცა იბიჭო დაბნეული. აი მანუ ეს რესპუბლიკაზე თამაში. ამას ხა ბიჭო ამას რა გამართლება აქვს? ანუ გაფიცებ ყველაფერს ანდა ბიჭო ანა კუთხური იწოდება და კუთხური რო იწოდება წინა შტანგასთან რო უნდა დადგე კაცი და ერთი უკან სტახოგაზე უნდა იყო და ახლოს კაცთან მე ახალი შემოსული აქვე რა მანუ გაიგე ეხლა მაგალითად რო იყოს ის ძველი საჯობა როგორც საკუთარ კავშირში იყოს საჯები ქვეყანაბურში შოვიდნენ რაზე სულ ჭიდაობა ბიჭო ასე ხელით ერთმანეთში ჯარიმის და კუთხურის დროს აი ეს და ერთმანეთში ეს დარჩენიათ რომ საჯებს ჯიბები ქონდა მანეთს ჩაუდებდა არა ხო როცა კიდე პენას ვაშვიდა არსენამ გულ გაიტანა მაგას ჩვენ არ შეგუცათ შოდი და თქონდა ჩაითვლებოდა უბრალოდ მე მინდა მაინც ამ ეპიზოდს დაუბრუნდე იმიტომ რომ გონი რაღაც სიახლე იყო და ყველამ პირველად ვნახეთ აი ამ ტიპის ჯარი. მაგრამ როგორ იქნება? მე მაინც მინდა შევადარო რაღაცა ესთეტიკა ფეხბურთს აქვს. აი როგორც სილამაზეს ვერ ხედავ, როდესაც ცოცხალი კედელი აღემართება და კაცი წევს ქვემოთ, ამაში მე ვერანაირ სილამაზეს ვერ ხედავ, ზუსტად ასევე არ ვიცი ვიღაცა შეიძლება ძალიან მოეწონა. მე ასე მგონია რომ გათვლილია რაზე რომ აბნევენ დაცვას ეხლა თქვენ რო თქვით რომ ცველებმა დატოვეს იქა ეგრე სად არის ვდგავართ უმინდა აქეთ დავდგები ანუ სპეციალურად აკეთებენ რომ 4 კაცი სიტყვაზე რჩება შეგნებულად აფსაიდში და ვიღაც ერთი რომელიც არის უკვე იქამდე ვარჯიშზე ეს უკვე შემუშავებული სანამ ჩააწვდიან ერთი გამოიწევს აქეთ და მაინც იმერც უნდა მოხდეს თავზე და იმან გაიტანოს გოლი. დანარჩენები იყვნენ აფსაიდში, ეს ხო პასიურია. აი ამით ხდება ეთყობა დაბნევა. ვინც გვერდით იდგა სხვათა შორის, არ ვიცი ახლა ამაზე მერე ყურადღება არ გაუმახვილებიათ, გვერდით ვინც იყო დამრტყმელი, იმას რო გაეტანა იქ აფსაიდი არ იქნებოდა, მაგრამ გაიტანა იმან ვინც ჩარჩა აფსაიდში. ანუ 5 კაცი იყო მგონი. ბიჭო, სანტიმეტრიანი წინ იყო, სანტიმეტრი. არა ჩათვალე, არ აქვს მნიშვნელობა, ხო, სანტიმეტრითაა წინ, მაგრამ ის წინ რო არ დადგეს. ამ შემთხვევაში უკვე მთელი ეშხი ეკარგება ამ წინასწარ შემუშავებულ ჩანაფიქრს. შენ აღა კიდე იმიტომ რომ იმ ერთი ადამიანის ფუნქცია იკარგება.
და მცველებმა არიციან ეს ვინ შეიძლება რომელი იყოს თავს ვინ დაარტყამს? თავს ვინ დაარტყამს? მაგი წელიწადში ერთხელ იყო ზაურაკალოები მაგნაირ თუ ვიგანა 5 კაცი რომ მოდის 5-ვე მზადაა თავის დასარტყმელად მანო არა 5-ვე არის მზად მაგრამ შემუშავებული აქვს რომ აი ჩვენ 4 კაცი შეგნებულად დავჩებით აფსაიდში და შენ უნდა გაიტანო მაინც და მაინც იმას უნდა დაეცეს ბურთი თავზე. არა, შენ აი აქ უკვე მე მაგალითად მიდრემჭი არ ვეტყოდი მაგას. აბა რა აზრი ქონდა? არა, აი აფსაიდში დარჩი ეგ სისულელია. არა, შეგნებულად და მე მაშინ რა უნდა გქრას, იცი? ესე იგი მაგას აფსაიდში ხარ, ხო? იმას ჩაწუდებული არ გააგდეს, აგერ უნდა იყო აქიდან უკვე მოსული გამოქცეული და რატო იყავი იმ ჯგუფში და იქ ერთ-ერთზე ითამაშე თავით? რაც ესეზე დაცვას უნდა გაეკეთებინა, ამათმა გაუკეთეს, ამათ იკეთე, გაიგე, აფსაიდში დარჩა. ხო, და всё და არაფერი. ანგელოზ, ბიჭო, იმ გოლის არ ჩათვლა ჩვენ პერიოდში რას ქვია, არ შეითვლებოდა, კი არა, ხო, მაგრამ აი იმ პერიოდში ესე რომ დამდგარიყო 5 კაცი უკვე თქვენ პერიოდში მაშინ დანიშნავდნენ აფსაიდს. არა, ბიჭო, არა. საერთოდ არ მიიყვანთ. ნუ ასე იყო, მასედაც იყო ზმაო. აფსაიდში. არა, კანონი იყო. პასიური აფსაიდები თულებოდა. ისინი აფსაიდში იდგნენ, მე ეს არ ჩათვლის მეთქი და თურმე იქ დარჩა ერთი და ისე ერთხელ მესკომა. ერთი ერთხელ მესკომა ვარჯიშებზე ჩაატარეს და დაიწყო თავის კაცო ჩააკეთე ისო პატაჩა კუთხური ჩააწოდება არავინ არ უტევდა და ყველანი იყვნენ მარტო არა უტევდნენ და ცელი არავინ არ იყო მე 10-დან ვერცეთი ვერ გაიტარა მარტო უიმისო თო არა ხო მაგრამ ხო მეკარე გააკეთა პერეხვატები ხო ყველაფერი მეკარე გააკეთა ახლა რა არის არავინ არ იყო ცელი არ დააკეთა ვერანაირად იმის თავს ვერ მიაწვდა აქ აზრი გავაკეთოთ ერთ რამაზე რომ ჩვენ ახლა ევროპისთვის და მსოფლიოსთვის და ამისთვის გვიდა და ცვლილებისთვის კიდე ახალგაზრდა ცვლილებისთვის გაიგე აი მანუ ვითომ წეხან ახსენე შენ და მიდო კაი აზრით მომივიდა. ეხა ესე იგი არის ჯარიმა და აკეთებს 5 კაციან იმას. აგერ კედელს 5 კაციან კედელს აკეთებს და კიდე ერთი წობა. ქვევი. რატო? შეხედე უკვე შეხედე უკვე როდესაც აქ კაცი წვება ძალაუნებურად ეს კედელი დარტყმის დროს ხტება მაღლად. უნდა ხტება, მაინც, იმიტომ რომ იქანა ქვევით თვითონ იგი არის. თქვენ გინახავთ ერთხელ მაინც რომ აი დაწოლილ კაცმა არა, მაგრამ აქ რა არის? თავარი იცი, შეხედე. აი ახტომის დროს, ესენი ახტომის დროს ეს არ ვიცი ტრენერი, კაპიტანი თუ ფეხბურთელი იმის დედავადი. ესე იგი შეხედე, ხტებიან და ასე იშლებიან. ძალეუნება და გადის აქიდან ბურთი ბიჭო. აი შენ კედელი და ეს აკანე რა შემეხებად კი და თუ ეს გააკეთე. გაიგე. აი ეს კედელის და აქ ოდნავ გაშლა არ შეიძლება. ხო, კედელი რაღაც არ უნდა დაიშალოს. ხო და ასე გადის მე ეს ბურთი. აგერი რა შობი, შეხედე ახალი შემეიგონეს, ვიდო ახტება და რო ახტა შეხედე. აი ესე გაიშლებია. ასე იშლება და გადის არც ხშირია, მაინც უფრო გადაატარებენ. ესე რატომ მოვიყვანეთ ეხ მაგალითი საქართველოს ნაკრები რომ მოიმზადო ყველანი გასაკვირველია ხო უნდა იცოდეს რომ რაც ქვია გაწო საერთოდ არ გიდა აკანე რა თქიდა დაწოლა და არ ახტეთ არც ახტეთ გუგიდა მაგრამ აი თავარი ისე რომ კედელი ოდნავ არ უნდა გეიშალო ოდნავ უნდა იყო მაგრამ შეხედე მაშინ არის კიდე და აკეთებენ ბევრი ამას აი თუ არ ხტები და თუ არ იმაშობი 5-ია მე-6-ს დაგეკი თუ შეხედავ რომ ესე იგი მე-6-ს არის მეკარესკე რაღაცა ისეთი ადგილი რომ შეიძლება შემოდიო და 6-ი დაგეკი всё ესე იგი მანო ამ 6-ში რაც არ უნდა მაგარი დამტყმელი იყო მაინც ამ დევიატკაში ვერ არტყამ იმიტომ რომ მე ააცილო 6 კაცს უნდა ააცილო და ამიტომ ხო და ეხლა ეს გაკვეთილი ეს ბიჭო ეს გაკვეთილი იძახე გაკვეთილი და ევროპას და მსოფლიოს რა უთხრა მე და იმ ცნელებს კიდე მამუჭა შეხედეთ ახლა კიდე კაი ზოგიერთებს უყურებ უკვე რომ იქ ათამაშებენ ერთმანეთთან მეკარესთან ბურთს დადგება იქანა 3 კაცი პრესინგზეა უკვე და ათამაშებენ ბურთს გაიგე მაგრამ
ეხლა უკვე ზოგიერთები რო გაათამაშეს და იქ მიახშვეს, რა შობიან, იცი უკვე ადიან ზევი და მეგარე ურტყამს, რასაც კიევის დინამო აკეთებდა და რასაც საბჭოთა ფეხბურთი აკეთებდა, რას ქვია, შენ მეკარე დამცველს ვიცოდი ბურთს, დაარტყი წინ და იქით იყოს თამაში. ხო იყო ესა, მაგრამ და გამართლებული იყო, მანუ ეს, იმდენის ნახევარზე არ მიჩემნია, ვიბრძოლო, ვიდრე ჩემთან შევქმნა საგოლე მომენტი. რეზო, იცი კიდე რას დაუკვირდე, პასს აძლევდნენ კაცს, აი, აგურა მისსა პასი, უკან ხდება საჯარიმო. ხო, საჯარიმო საკა. კიდევ ამას, კიდევ 4-ჯერ მისსა ერთმანე, კი ბატონო. ხო და ეს არა და არის მეორე. შეხედე ახლა რა არის მეორე, კაი გუნდები და მართლა ცოდნე ტრენერები რას აკეთებენ უკვე ცენტრის იქით 4-3-3 მაგალითად 4-2 რა აკეთებენ ყველა თელი დაცვა და ყველა გადადის იმას ცენტრის გარე იქით ცენტრის იქით და თელი თამაში 10 კაციანი თამაში მიდის იმის ნახევარზე ბურთი არ წამოიღო არა რატო იცი რომ მილჩემია დაარტყას მეკარემ 10 კაცი იქ ვიბრძოლოთ და იმდანის ნახევარზე წევიდეს თამაში მერე დავკარგეთ ბურთი შეხედე რას გიკეთებენ უკვე 5 უკან 4 აქ გაიგე კარებთან და თამაში კონჩეტევაზე, სისტრაფეზე, სტარტზე. ესე იგი, დღევანდელი ფეხბურთის სიახლეები შემევიდა, ძმაო, როგორც ადრე შემევიდა და ტაქტიკები, ეხლა გუშინ ყველაზე მთავარი კიდე კაი მისაქცევი ყურადღება იყო PSG-ში, რომ ესე იგი, შეხედე 4-3-3 თამაშობენ მანუ. და 4-3-3 როგორ თამაშობენ, იცი? ესე იგი, 4 დამცველი, 3 ვითომ ნახევარ დამცველი და წინ 1 და 2 ისა 4-3-3 მაგრამ შეხედე წინა 6-ეული 3-3 გაიგე რომელია ნახევარდამცველი და რომელია თავდასხმელი ვერ გაიგე არა ისევე როგორც დაცვაში და ნახევარ დაცვაში ვიტინია ხანსა და ბიჭო ეს სიახლე შემოვიდა ზმო აი ამით დააბნია მე მგონი საერთოდ ეს არსენალი მაგრამ დიახ პირველ ტაიმში ფრანგები არიან ძალიან ტექნიკურები და ვერ იჭერენ ეს კი ბურთი როგორ დაუმალეს არა მაგრამ ეს თან რო შეხედო ბიჭო ასე და შიბზიკა პატარა ბიჭები არიან და რა აირბინა იგა რა ნომერი აი დაუკეტეს მარჯვენა ფლიკი მარჯვენა კრაი რო გადიოდა წინა მატჩზე რო რეალს პადაჩებს რო აუკეთეს დაუკეტეს ამათმა კი ბატონო, ნუ საკამ 1-2 დრიბლინგი ჩაატარა სხვა ჩვენს ხვიჩაც მოატყუა ერთხელ რაღაცა გუგული დაწყდა. ნუ არა რა არის გააუშავს მერე წველები მთელი ამ ეხლა ერთი კაია რომ როცა აღარ ითამაშებს საკა ფეხბურთს ნამდვილად არ მოგვენატრება. ერთი კაია რომ ჩვენი ბიჭები, ჩვენი ფეხბურთელები ახლა თქვენს კითხულობთ აი გაზეთებში და არის ყველა გამოჩენილები კარგად თამაშობენ არა ევროპის იმაში და დავითაშვილი მიკაუტა კი ყველა გაიტანა გოლები ხო ხამარდაშვილი ხო და ესე იგი ეს 4-ეული რომელიც ვიკრიბებით ახლა ჩვენ სექტემბერში სათამაშოთ ხო თავარი აზრი ყველაფერი უნდა გაკეთეს იმისი რომ აი ეს 4-ეულში გავიდეთ უეჭველი ხო პირველი მეორე გადის ხო ხო თან პირველი კალენდარი ორივე თამაში აქ აქვს ხო და რატო იცი ხო ორივე არ მოგიდა თან ყველა თამაში აქ თურქეთი და ხო მაგრამ რა არის იცი ჩვენ უკვე იმდენად ახლა რაღაც სიახლეებს უყურებთ და ბიჭო მანუ აი ამ ბევრმა თამაშებმა ამ ევროპის ამ ბევრმა თამაშებმა დაგვანახა ბევრის ცუდი და კაი მხარეები. გაიგეთ, ბევრია კაი, მანუ ბევრია კაი. ეხლა მახსოვს მე კრივში რო ვიყავით ხო, ხანდახან რო ჩხუბობდი, ესე იგი იყო ერთი მომენტი, რომ სტრაფად თუ მიაყრედი, მოწინააღმდეგეს, თუ მიაყრედი, შეიძლება ნოკაუტიც მეგეკო. გაიგეთ, ბოქსში. ისია ეფებურთი შეხედე, რომ მიაწობი და წახვალ შეტევაში და უაი თუ უკან არ ფიქრო ასტონ ვილამ როგორც გახსნა ანგარიში პარი სენ-ჟერმენთან ხო? კი ბატონო, 35 წუთზე პირველად გადავიდა გაუტანა. ასტონ ვილამ უკეთესი ითამაშა ვიდრე კი ბატონო, იცით რა არის? აი ამაზე მაქვს მე ერთი რაღაცნაირი ეს დაკვირვება ყველას გვაქვს უბრალოდ
რა ფეხბურთიც არსენალმა ითამაშა ბოლო 2 თვის განმავლობაში და მოდი დავიწყოთ ახლა PSV Eindhoven-ის ესე 7-1 განადგურება იმის მოედანზე მე ვფიქრობ რომ ასე მარტივად არ ხდება. გასაგებია რომ PSV არ არის ახლა ფავორიტი ტურნირის მოგების, მაგრამ PSV არის ჰოლანდიის ჩემპიონი. ამას მოყვა მე მადრიდის რეალის რბევა. მე რა მახსენდება, როდესაც Manchester City მოიგო ჩემპიონთა ლიგა იმ წელს ნუ რაღაც საოცარი ფეხბურთი უჩვენა, მაგრამ რეალთან რა თამაშიც ჩაატარა. პირველ ტაიმში რეალს ესე იგი ZZ 2 გადაცემა ჰქონდა შესრულებული. ეს იყო რეკორდი, 3 გადაცემა ვერ გააკეთეს და იყო 13 შემთხვევა და ისეთი პრესინგი მოუწყეს, რომ აუტზე ვერ გადაქონდათ ბურთი. ესეთი დამცირება, ესეთი კედელთან მიყენება, საერთოდ რაღაცა უკიდურეს სუსტ გუნდ შეიძლება განაცდევიო, ხო, მაგრამ რეალია ეს ოხერი 4-0 რომ მოუგეს. ამის შემდეგ ამათ ჰქონდათ ფინალი ინტერთან და პარალელურად Manchester United-თან ჰქონდათ ინგლისის თასის ფინალი. ორივე თამაში მოიგეს, თანაც ორივე ძირითად დროში, მაგრამ არც ერთი არ უთამაშიათ იმის ნახევარ დონეზეც კი. ანუ რაღაც ხდება, რომ გუნდი რაღაც პერიოდში საოცარ თამაშს აჩვენებს და მერე ისე უკვე აღარ გამოსდის. ალბათ არსენალს ეს დაება. რეალს რო ხდები, მაგრამ ძალიან მონდომებული ხარ, არის ფეხბურთში ეს მომენტები, რომ ძალიან მონდომებული რო ხარ, იწვევი და ვეღარ თამაშობ, გაიგე? აი რაც რეალის მე მოუვიდა არსენალს, ეთქობა. არსენალს მოუვიდა ეხლა. ბიჭო, წინა თამაშები კარგად ითამაშეს, მაგრამ გუშინ ეთამაში ყველა საზიზარად თამაშობს. აი აქ გავაკეთოთ ახლა გარჩევანი. შეხედეთ? ვინ აიძულა? ვინ აიძულა? ესე იგი, ახალგაზრდა თაობას და იმ პედაგოგიკას და იმ თამაშს ახლა ჩვენი გარჩევა რატო ხმოხდა ასე, გაიგე? შეხედე რატო ხდება? არა, ეს სტატისტიკა. შეხედე 4 თამაში, ხი თამაში კარგად რა, თამაში და მეხუთე თამაში უყურებ, იგი რა. ზალა გამოცილი ხარ. და აქ მაგალითად ზალა გამოცლილები ვინც არიან მოედანზე ამ დროს ხო? იმგენმა უნდა გაიგოს. ეხლა მე მაგალითად წელიწად ისე თამაშობდი, ძალიან ნიშნებოდა. რატო? იმიტომ რომ თამაშის მაგარი თამაშის მერე ყველაზე მაგრად მაშინ ვიძინებდი და ამას ყველაფერს აღვიდგენდი. შენ რომ 4 თამაში მაგრად თამაში და მე-5 თამაში წადი გულავე. გაიგე? მე მაშინ არ ვაკეთე. გაიგე? არგონია ხა არსენალი. გაიმარჯვა. ბიჭო, ისრიათა რო აჩობა რა. ეკონათ ალბათ ბატონო მანუჩა. ალბათ ესე აფიქრათ. არსენალები რა გეგმავდა. მე ფეხბურთი ჩვენ შინაგანად ვიცით ეგ. რეალთან მოიგეს თამაში, მაგრამ ეკონათ რომ მაგრები ვართ, აი უვიდა, აი ესეჯემ რო წააღო, 3-1 გაუპირდებული არიან, ამათ არასდროს არ მოუგიათ ლიგა. ის კი არა, ინგლისის პრემიერ ლიგას ვერ იგებენ. აცო, მაგრამ მაინც თქვენ ამბობთ, რომ თავში აუვარდათ. არის ეგ მომენტი. ვერ ითამაშეს. ფსიქოლოგიურად ვეღარ გაკაჩეს. ვერ ითამაშეს, სხვა გუნდი დახვდა, შეართ 3-1 რო წააგეს. ხომა რეალის მერე ხო რაღაც პირიქით საერთოდ. ბიჭო, რეალის მერე ეძახდა. ესე რომ მოუგეს. ეხლა რეალის თამაში გაიგე, ეხლა რეალის თამაში და ანჩელოტი, გაიგე, პიჯვარს ვიწერ რომ ესე იგი, ბიჭო, ან ნოკდაუნით გამოდის, ვიღაცა ნაცემი გამოდის, ტრენერი რა შეცდომებს აკეთებს, ბიჭო, ეს შეხედე, ჯერ ერთი აი ბამპეს მოყვანა ამ გუნდში და ყიდვა მისი. როცა მაქსიმუმი კაი ფორმაში იყო და ძალიან კარგად იყო, გაიგე, მაშინ იყო ეთქობა ყიდვა ამისი. მოსული არ იყო უკვე ამ გუნდში ვიღაცა გოგოს ეკიდა და კინაღამ დეიჭირა. იქ ფორმაში აღარ იყვნენ შენ. ხო, გახსოვს ხო? დეიჭირენ კინაღამ ციხეშვილმა და გაგზავნა. ესე იგი, ესო დეიჭირენ და დღესაც გამო ერთ თამაში 3 გოლი შეაგდო, არის მასში არის და გამო მეორე მესამე თამაში სად გააქვს? არა, ნუ მაინც არის რაღაც მომენტებში და ესე იგი, ბიჭო, რა არის, იცი ერთი რამ უნდა შეეგდიო. პელე რო არის და იქ განჩა რო ხარ და
დიდი ოსტატი რო ხარ, მიშამესხი რო ხარ, მაუნჩარა რო ხარ, გაიგე, თუ არ ემზადები ვერ ითამაშებ. ვერ ითამაშებ. ჰა? კი ბატონო. ხო. ბიჭო, რეალი რა არის, რეალის ცენტრფორვარდის გარეშე თამაშობს. კი ბატონო. ბამპე ცენტრფორვარდი არა. ხო, მაგრამ მანო ვინისიუსი არ არის და. მანო გამაგებია. ცენტრფორვარდი სარტილიანა, რომელიც იყო ბომბანდირი და გაქონდა გოლები და რეალის ესეთი ბამპე როდრიგო ერთმანეთს ფარავენ ესენი ვინისიუსი. ასო ეგრეელი ფრანგებზე თამაშობს. ჩელსი თამაშის უკან არც ერთი არ ჩამის. რამდენი წელი იყავს რომ დაამთავრე ფეხბურთი? მართალი 33 წელი იყავს 32 ესე იგი კაი პიკ ფორმაში მაგრამ 32 წელი წარმოიდგინე და ესე იგი შეხედე მანუჩარა როგორ უშვეს გაიგე როგორ უშვეს ესე იგი მე სპარტაკში მანო მე ისევ ქუთაისში და საცხო და ყველგან იმყავ ამ ანჩელოტის შეხედე კაი ბამპეზე კიდე კაი რო 50 და 50 ბახში აგდებს უბრალოდ გოლებს მეორე თამაშობს მაგრამ აი მოდრიჩის გამაგებია აი მოდრიჩის გამოყვანა თან კაპიტიზლენტი ეს არის არა ვაიმე მანო შეხედე იმიტომ კი არა იქამდე იყო მარსელო არა ჯერერთი ახლა ბოლოს მოდრიჩმა გუთი დააბრუნა უკან და ერთგვარი მოუკეთეს და გოლი შეაგდეს იმაზე კაი პას რო გინდოდეს შენ მას ვერ მოუკეთებ ერთხელ მახსოვს შენ გამომიგდე კაი პასი და სხოდი შევარდე ბურთი გაიგე ესე იგი ისე დააბრუნა ბურთი უკან მე კარს უნდა ვიცე მას გააკეთეს მე ხარ შეუგდეს გოლი ბიჭო მოდრიჩი ბიჭო კაია ძლიერი იყო ყველაფერი ნორმალური იყო მაგრამ ფორმაში რო არა ბიჭო ისეთი ადგილზე მაინც დააყენე რომ ეს ადაყენებს იცი საღდენი იგი როა საღდენი ესე იგი დამწორები ციგარბის და იგი ჩემო მე ხო ესე იგი კაც აქ ერთი რამე რა ანჩელოტი პრიზი ჩინას ეძებდა რო წასულიყო არა ბიჭო პირიქით მე მგონია სპეციალურად ათამაშებელი იქნება გაყიდონ საქმე ალბათ ამ ბოლო დროს თავის კაპიტიზლებით ალბათ ხო მაგრამ იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიყიდოთ აგერ რომელიმე გუნდი ხო მომის არა ეხლა ერთი რამე არა ჩვენ არა ერთი რამე თქვათ რომ იმდენად ოპიტი აქვს და პრაქტიკა აქვს რომ ამ იმას კარგად ასრულებს გაიგე ბურთი არ დავკარგო არაფერი დამბრალდეს მაგრამ წართმევაში ედრევა ხო გაიგე ხო და ამიტომ რა არის იცი რომ ბიჭო მივაჩვიოთ ახლა ერთ რამეს და უყურებთ რომ მოვდიოდით ახლა თქვენ ორივე ლაპარაკობდით ამას ბავშვებთან და შენც რომ ძალიან ბევრს თამაშობს გუნდები კი ბატონო თამაშამდე რა თუნდა ლაპარაკი რომ ყოველ წელს უკვე ზაფხულში დიდი ტურნირი გველოდება ესე იგი ფორმაში ხარ რუარ ვარჯიშობდე თამაშებით ხერენ ფორმა ხო რუარ ვარჯიშობდე საერთოდ ხო იგივე ვარჯიშია თამაში ხო არა უფრო კაია და ის ვერ ხვდები აი ახლა როდის უნდა კონდეს ფეხბურთელებს შვებულება თუკი 15 ივნის სიცხება შვებულება უნდა კონდეს ქართული ფეხბურთის იმეს მოთამაშეებს იმიტომ რომ ხალხი არ ესწრება არა გაიგე ეს შვებულებაში არის და არ იწევენ ფეხბურთელებს ხო და ეხლა შეხედე რატო არის გაკეთებული ეგ ამდენი თამაშები ევროპამ შექმნა ახალი სტრატეგია რომ რაც შეიძლება ბევრი ითამაშა მალე დღეების რაოდენობას დაამატებენ წელიწადში ოღონდაც ფული გააკეთო ხო და აი ეს ამიტომ ხდება მეტი არა ბიჭო უნდა გენახა გუშინ უყურებდი თამაშებს და სტადიონზე ჟის ბავში ხალი კაცი და ყველა ცემლებით და უნდა ჩამო იგი ესე იგი სამსე სტადიონი აი ამიტომ მექანიკურად ყოველთვის მაინც სტუმარ გუნდს გულშემატკივრობ იმიტომ რომ უყურებ ხალხი ასე დღეში რო არის მაპატიეთ და მიხარია ამ სეირის ხო მაგრამ სეირის ყურება ახლა კაია იმიტომ რომ მაგრამ რა არის იცი რომ რას მიაღწია ფეხბურთმა რომ ძმაო დიდი ფული კეთება ძმაო დიდი ფული კეთება უკვე და ფეხბურთელმაც ისარგებლა საჯმაც სტადიონმაც ხალხმაც ზეიმი და ფეხბურთი გაფუჭრა ხო ნუ გაფუჭდა მანო რა 50% დაცვისკენ ფეხბურთი არა შეტევაში ყველა მაგარია კომპიუტერულ ფეხბურთებს გავსება ფეხბურთი და პარი სენ-ჟერმენი თამაშობს იმ ძველ ქუჩურ ფეხბურთს
კიდევ და ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება. პარიზის ფეხბურთის თუ კი Paris Saint-Germain ლიგას მოიგებს. და ხვიჩა სხვათა შორის არის გადამწყვეტი ფაქტორი. ეხლა შენ რა არის იცი? ჯერაც ერთი დავაკვირდეთ, აგერ მგონი ნაპოლიც ჩემპიონი ხდება. Paris Saint-Germain ხო გახდა ჩემპიონი დიდი ხანია. თასიც შეიძლება საფრანგეთისა, დიდი ალბათობით რომ PSG-ს დაამტკიცოს. აგერ სუპერთასი საფრანგეთის დაემატება და Z ლიგა და მერე ვინმე იტყვის კიდევ შეკითხვა დაიბადება ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. რა თქმა უნდა ხვიჩა. ეხლა მომჩა მოსინე ახლა შენ ხუთი ტიტული მოიპოვა. ბიჭო მომისინე. ხუთი. კი ბიჭო მომისინე ახლა შენ მომისინე ერთი ამ მომისინე. აი ვიღოთ ჩვენ PSG. კი ბატონო. ახლა მაგის თამაშებს უყურებ ხო უყურებ თამაშებს. ახლა ბოლოს თამაშობენ 4-3-3. აი ესე იგი 4 დამცველი, 3 ნახევარდამცველი ვითომ და 3 წინ. მაგრამ ბიჭო, მანო ესე იგი შეტევაა და ცენტრის გარეთ 10-ვე კაცი გადასულია იქით. აიგე? და არსენალი ამას ვერ ბედავს. სტოპ, მეიცადე მომისინე, მე დამთავრე, მე რო შეკითხავ. და როდესაც ბურთი აქვენ იმგეს, მანო, აიგე? ერთი კაცის გარდა 4-5-1, 5-4-1 ჩამოდიან ასე უკან და კომპაქტურად ისე და ოღონდ ჩამჯდარი არა. აიგე? არა. ხო, ესე იგი, ჩამოდიან აქედან რატო? რომ დაიჭირონ იქნება პრესინგ იმას დაიჭირონ რომ ის წამოსული ზონებში მერე გააკეთონ კონჩეტებები. გაიგე? ხო და ახლა რა მინდა იცი მანო მომისმინე აი ეს თამაში დღეს ეს თამაში 4-5-1 თუ არა აქეთ თუ არა და გაიგე? აი დამცველები რომელიც ეხლა ვერ მიხვდებიან, კვარაცხელია რა ფადა იჭირონ უკვე. გაიგე? დეგენერატი ხარ, ნო, იგის და იმიტომ რომ ბიჭო, კარა როგებულოს ბურს აღძეს პას. მერე დეიჭერს 5 მეტრია, 7 მეტრია დისტანცია სანამ მოყვა და აკეთებს რივოქს. გაიგე? ბახ ჩაატრიალ და მიცა საგოლე პასი და კვარა ლომი. მაგრამ შეხედე ახლა კვარა ბევრი თამაშებში საჯარიმოში, კუჩაში კაი პაცები ემძღვანახა. კი ბატონო. აიგე? ჩათქმა ბაღდა კაში დათქმა. აიგე? და მეკარეებმაც ეუღეს. და ახლა გინდა თუ არა, ასე თუ არა, ისე თუ არა, ჩვენი ნაკრები და კვარაცხელიასთან ერთად იქნება თამაშები და ცვლილების მუშაობა კვარა მივახჩოთ. ესე კვარას მრჩევა რა არის? 4 კაცი კი არა, მე-5 კაცი უნდა დაუყენო მაგას გვერდში. მაგი მიიღებს თუ არა ბურს მიაღწევ. გაიგე? ერთადერთი შემთხვევა იყო ერთი კაცი რო გაყვა მარტო და ის საგოლე პასი გააკეთა. ორ კაცზე ნაკლები გვერდით არ ყოლია. მაგრამ რაფაიშორებს ორივეს მოვიღე, დაინახა, მიცა უკან პასი ორივე მომიშორდა. წევიდა იქით. მივიღე დავინახე ზონა არის, გავიკეთე შეშტრაბეში. გაიგე. შევარდები იქ ადუნებს დამწვეს ერთი კაცი. ეს არის ერთ-ერთი სიბრძნე ფეხბურთელის. გაიგე? აი თავის ტაქტიკა. მოწინააღმდეგე რაფლა დავაბრიო. ხო, და ეხლა კვარას მაგი საიდან აქვს? ჯერ მამამისიდან მერე შელია იქ მისი ვიზა იქით აქით და ამას ყველაფერს არჩევენ მაგერი სახში. სახშიც არჩევენ იმგენმა იწოდა კვარაცხელიან და შელიან ფეხბურთი იწოდა უსმენ. ჰა? არა, გამოვლილი აქვს დიდი ფეხბურთი ზმაური. უცხოელები ევროპაშიც ითამაშენ, ნაკრებიც ითამაშენ, დინამოც ითამაშენ და რა თქმა ლაპარაკი რომ იქ შენ რა გონია ეს ვისი გადმოტანილია ჩვენ ქართულ ფეხბურთში ისე რამხელა ბედნიერება რომ აი საქართველოს შექმნა რა ეს ფეხბურთელი შეხედეთ ამ ბაპეებს იმათ ვინ საიდან რა ქვეხა აგერ აგინდა ბიჭო რა აგერ რა მოსილე აგერ ორი კაცი ვზივართ ქართული ფეხბურთის წარმომადგენელი ვინმე მაბა პრეტენზია მოგიყავს ამაში ზმაო ეს იყავით გაიგე გვითხრა წარწერა არ იცოდით შეტევა არ იცოდით ზუსტი პასი არ იცოდით მომზადება არ იცოდით თუ მე არ მახსოვს დაზე ყვითელი ბარათი რომ იგეყოს და არ მინახია რა ეცოურები რა ხო იმიტომ რომ მე წარმინახია შენზე ახლა ვაიმე რა კაი რამე შეეხო მამჩა რა კაი რამე შეეხო ახლა ეს შენ იცი რა შეეხი ახლა იცი დღეს თამაშის სოლობაში
უნდა ნახო აი ის რომ ვაიმე გივინოდია უნდა გენახათ ბიჭო მაგას ფეხში რას უთხრამდნენ გაიგეთ მაგრამ გივინოდია ისეთი მიღების დროს მოწყვეტა იცოდა 1-5 მეტროს ტოვებდა ამ კვარცხელიას არ იყოს გაიგე ოღონ იგი რა შემოდა ეცი ცენტრში ბახ მოარტყამდა 5-6 მეტრიან იმას დარს და ბურთი უეჭველი ფეხში ქონდა ბიჭო გივინოდია იყო ცენტრალურ კი ბადო აი გახსნა გალევოე ჩუტიო აი ჩუტიები ხო მე შენგელიაც გაცი ხო ორჯერ გახდა ხო მაგრამ ეხა რა მი აქა ჩვენი ქართული გენი აი ხალა მე რეზო მე ხშირად ვამბობ ხო პენლები ამდენ როკეტება ამდენ ჩვენი აი საბჭო კავშირის ნაკრებშიც იყავი დინამოში მე არ მინახია მე ვთხარ ჯარიმა შეიძლება არა კაცო რას ლაპარაკობ ჯარიმა არა რა არის ეგ შეხედე სირცხვილია ხანდახან ბიჭო ისეთი არტისტულად წეიქცევია გაიგე რო ბიჭო გინდა თუ არა საჯმა ყვითელი უნდა მიცეს არა და ოდნა მიკარებაზე რაღაცა და მომკრედე მწვრთნელი იმათი თავში ირწყავდა არა როგორია ბიჭო გუში თამაში რო იყო პირველ 10 წუთში იყო მიცეს 3 ყვითელი იქით აქით ამი ესე იგი იმგება მე ყვითელს რომ მოგწემე რა პრომ უნდა ითამაშო 100%-იანი თამაში რამე არ იმავსკნა ეხლა რა რიცი ამას ყველაფერს ხმამაღლა მიტომ ვლაპარაკობთ რომ ჩვენზე კარგად იციან კიდე შეიძლება თქვენმა მწვრთნელებმა და თქვენმა წრეანურად აზროვნებდი ვიდრე ისინი თქვენ ნაღდი ბურთის ფლობა შერო ეხლა ისე ვიზ ჯაიჩე ნაკლები ჯაიჩი ვინმეზე ნაკლები ეხლა მაგ არის მაგაზე არის ერთი გადაცემა გასაკეთებელი ერთხელ დაიმბარეს მე და მიტყეს რა იყო თუ იცი ისეთმა ხალხს არ მინახა ტელევიზორში გამევიდე ვიღო და რა იყო და შეკითხები და მიტყეს ბიჭო რა არის პერსონალკა მითხარიო ახლა გოუგია გაიგე იმიტომ ერთი პერიოდი პერსონალკას არ იმაშოვოდნენ იმიტომ რომ ვითომ დაცვა უნდა ითამაშოს ზონაში ხო და რა არის ეგეთიო რომ ვითომ ესე იგი ბესტი კიდე იჭირე ჯაიჩი კიდე იჭირე მაგრამ გაიგე რა ვითომ პერსონალკით დაიჭირეო პერსონალკა რა არის რუსული არიცია არა ხო ნუ პერსონალკა ასე ლაპარაკო თემა ასეთი იყო და ბიჭო პერსონალკა რა არის და პერსონალკა როგორც ზონაშია სათამაშო ერთი არის მეორე ვარიანტი რომ კაი მაგარი ფეხბურთელი ვინც იგებს თამაშებს იგი გათიშო პირადად რო აიყვან ხო უნდა გათიშო და როგორი ახლა ეგი ლიდერი მაგარი ძლიერი ესე იგი ტექნიკაც აქვს სირბილიც აქვს ჯანიც აქვს და აზროვნებაც აქვს ხო ესე იგი დუელია დუელში კი რო გამოგიძახებენ ხო იცი ასე ისინი წახსენებენ ეუსებიო დაიჭირა სტაილსმა კი ბატონო ინგლისელმა ოთმანელმა ხო გადავიშრული იყო ყველაფერსაგან და მარტო ეუსებიოს დაძებდა ხო კი ბატონო სტაილზე გახდა მაგარი პერსონაჟი ესე იგი შეხედე როგორც ზონაში თამაშია აუცილებლობაც და ისევე არის რომ დასაჭერია პელე და დასაჭერია გარიჩა და დასაჭერია მაგალითად უნდა უთხრაით რეთქვე რო ამბობთ რეზულტატი მაგით რუსული სიტყვა შენ რატო ამ პერსონალკა იმაში იმიტომ ასეა ნუ ასე იყო ფეხბურთში ასე ზონაში კი ვიყო მაგალითად ჩუპიტასი იყო ბატონო ხო იმისი პერუელი რომელმაც პელე დაიჭირა პელეს ნახევარი იყო ჩუპიტასი ჩვენი პერიოდი თან იყო კიდე ნახევარი დაბალია 1.62 სანტიმეტრი იყო და წოდას არ ჰქონდა მაგრამ პელე დაიჭირა ხო პერსონალად დაუდგა და დაიჭირა კი ბატონო ხო მაუჩარ მაგრამ ჩვენ ახლა ჩვენ რა არის ახლა იცი არის ახლა რა არის შეხედე რა არის იცი შენ ჟურნალისტი ხანდახან გამეკეთება რა მოხდა მე პერსონალ კუბა ადილიაო დაძდებ კაც და ისე დაძდებ კაც და არ შორდები არ ზატო გოლი არ გაქვს არა მაგი კი არა პერსონალური მაგი კი არა მე გეტყვი რომ პერსონალჩი კი კაი ის არის ვინც ბურთი რო აქვს შენ მხარეს უკვე მონაწილე ხარ შეტევის გაიგე ნუ ახლა კი ისე თან შორს და კრაიზე და იმაში არ გარბიხარ
პერსონალთან ახლოს ხარ, მაგრამ შენ როგორ გურთი, იქ უნდა გაეხსნა, გამეეხსნა, წახვიდე და კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. ანუ, კარგი ბურთი ხო და ძახ უცბად ივაქე. ეხლა საერთოდ არ გამიკვირდება თუ საპასუხო თამაში ვთქვათ ედეგორი აღმოჩნდება ხვიჩა კვარაცხელიას ესეთი პერსონალური მდევარი, მაგრამ ეხლა ჩვენი გადაცემა უკვე აშკარად დასასრულს მიუახლოვდა. ყველანაირ დროს გადაცდა ვუსურვოთ პარი სენ-ჟერმენს წარმატება, ფინალში თამაში და ლიგის მოგება, რა თქმა უნდა ჩვენ ნაკრებს ყველა გადაცემაზე ამას ვამბობთ და ჩვენი ფიქრი მაინც სექტემბრისკენ არის უფრო ბუნებრივია ვიდრე აი ამ ევროთასებისკენ, თუმცა ძალიან გვინდა რომ ხვიჩამ ყველაფერი მოიგოს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს ევროპას რომ ის არის წელს საუკეთესო ფეხბურთელი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ მაინც ძალიან დაუფასებელია ეს ბიჭი, ახლა ნახე რაღაცნაირად 20 კაცის ჩამონათვალი სია არის ოქროს ბურთი და რაღაც მთელი ამბები, რომ დავაკვირდეთ ჩვენ გადამწყვეტ მომენტებში რო არა ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენს ბიჭო რა შეხედე ახლა ამ ტრენერმა რა პირობა შეუქმნა მაგას კვარა მარცხნივ არა მარჯვნივ გადმოდი კი ბატონო, იცით რა, ეს კაცმა არც ის კიდე რამდენად კარგია, იმიტომ რომ არის ბარკოლა, რომელიც დაცვაში არაფერს არ აკეთებს, რომელსაც ესე გადანაცვლება არ შეუძლია, ეს შეიძლება ძალიან კარგი იყოს გუნდისთვის, მაგრამ შეიძლება დამღლელი იყოს ჩვენი ფეხბურთელის კვარაცხელიაშთვის რომ შეხედე მაგას ატყობ თამაში კაც ესე იგი ისე გადადის მარჯვნივ და ისე შეადეს უკვე ცენტრში ძალიან დიდ ფუნქციებს ასრულებს არა ჭკვიანურად დააყენა ახლა როგორც კი გამოვიყვანა უთხრას ლევი კრაიზე იდექი და გაჭედა იმიტომ რომ მაინც გოლია მთავარი იქ უნდა გაიტანა პირველი გოლი აი დასახო მაგრამ სხვა ფეხბურთელებიდან გამომდინარეა რომ კიდევ უფრო მის უფრო დიდ ეფექტს ვერ ხედავთ რაც ინამდვილეში არის. მე ესე მგონია. ნაპოლიშიც ასე იყო და აქაც სამწუხაროდ ასე არის თითქოს. მაინც ბოლომდე ჯერ ერთ-ერთი მწვრთნელი ვერ იყენებს ამას. ბურთი რო გადაუგდო ხო ნახე თამაში შენ მომშინე ეხა აჩიგო რა არის ის შეხედე მივედით ბოლოში შენ როგორც თქვი და მე მგონი რომ მაინც ყველაზე მთავარი აქცენტი უნდა ეკეთებოდეს ახლა ჩვენი 4-ეული გუნდის ლიდერობაში იმედით სექტემბრამდე და იქამდე კაპოვერდე და ფარერები და ძალიან კაი თამაშები მიდის იმაში ტელევიზორებში გაზეთებში დინამოს და სამგურალის მატჩი ფრედ 0-0 დასრულდა ხო და აი ხა მაგის უნდა ნახო ხანდახან ეროვნული ხანდახან ეროვნული აქინდა გათანამა ხარ დინამოს ნუღა გამახსენეთ რა შეცვლია დინამო დროა დავასრულო გადაცემა ეროვნებაზე და ამიტომ და მოამზადოთ გუნდები მაგისტრალს კიდე თავისთავად მოაქვს რეზო დაგრიშო შეთანდა ებიჭო გახობა შენ 80 წლის კაცი 80 დავასრულეთ გადაცემა დიდი დანიშნული არა ვარ აგერ ერთად დანიშნულები ვარ და თუ კი რამე შეგიძლია თქვი აგერ და ხალხს გააგებიე რა იცი თუ გინდა არა მადლობა თვითონ იქ როგმა უნდა გაიგოს კაცო